მოგესალმები. წარმოგიდგენ 34 ქულიანი თხზულების დასაწერად ძალიან სასარგებლო ხრიკებს, ამიტომ მინდა რომ ჩემს სხვა ვიდეოებსაც გადაავლო თვალი, ხოლო ამ ვიდეოში უნდა გასწავლო როგორ მოვახერხოთ ციტატების ტექსტიდან ამოწერილი ფრაზების ორგანულად ინტეგრირება მსჯელობაში და როგორ ააგო მსჯელობა და არა შინაარსი. ციტატა თხზულებაში ეს არ არის ეგრეთ წოდებული სამკაული. ეს არის მტკიცებულება ტექსტიდან. ბევრი აბიტურიენტი ციტატას რაღაცა ჰაერში ტოვებს ხოლმე გამოკიდებულს და ეს ყველაფერი წყვეტს შემდეგ თქვენს მსჯელობას იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლითაც მსჯელობა უნდა ავაგოთ. ციტატა უნდა მოვაქციოთ ანალიტიკურ ჩარჩოში. ახლა მე გასწავლი შენ ფორმულას. რა ფორმულით უნდა ააგო ეს მსჯელობა? პირველი აუცილებლად უნდა იყოს წინადადებად შესავალი ფრაზა, ანუ ავტორის სათქმელი, რომ მაქსიმალურ სიმწვავეს აღწევს ეპიზოდში, რომელშიც ვკითხულობთ ამასა და ამას. ანუ მე ციტატა და შემდეგ მოდის ამ ციტატის განმარტება. მოცემული სიტყვებით მწერალი გვაჩვენებს რომ და ჩვენი პოზიცია, ხო? ან ჩვენი მოსაზრება ამა თუ იმ ეპიზოდზე. არასდროს დატოვო ციტატა აბზაცის ბოლოში წინადადებად, ანუ აბზაცი არ დაამთავრო ციტატით. ამ ამოწერილი ფრაზის შემდეგ ყოველთვის უნდა მოდიოდეს შენი კომენტარი, რომ მსჯელობას დაემსგავსოს აბზაცი, რომ ანალიტიკური გახდეს შენი საუბარი და ანალიზის მაგიერ არ გამოგივიდეს შინაარსის გადმოცემა. წარმატებები.